დღევანდელი სხდომა, სადაც ახალი შემადგენლობა იყო პოლიციელების, მათ უსვამდნენ შეკითხვას ადვოკატებიც და აი ამ კითხვა-პასუხიდან რა იკვეთება ხოლმე. სხვანაირია მათი პასუხები, მაგალითად პროკურორი თუ უსვამს შეკითხვას, მაგრამ მერე შემოდის სულ სხვა დეტალები, როდესაც უკვე დაცვის მხარე ეკითხება. შეგიძლიათ გითხრათ, აი თქვენთვის რა რჩება დასკვნისთვის აი ამ კითხვა-პასუხიდან? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ყველა პროცესზე, ყველა მოწმე საუბრობს ერთ და იგივეს. ერთ და იგივეს, აი დაკოპირებული ტექსტივით არის ეს ყველაფერი რა. რასაც ერთი იტყვის, მეორეც იმას იტყვის, მსგავს ყოველ შემთხვევისთვის. ყოველთვის ესე იყო. დღეს რაღაცათო იყო განსხვავებული მოწმეები. ყველაზე საინტერესო იყო ერთ-ერთი გვარები არ ვიცი, ონიანი თუ არ ვცდები, ონიანი მათი გვარები ვუთხარით. ხო, ონიანი მე მგონი, რომელმაც შემოსვლის თანავე თქვა, რომ მე ვარ ესა ცეცხლმაქრი, რაც ეძახიან იმას, რუსულად გამომივანა თქვენ ბაჟარნიკი მე. ხო, ანუ მეხანძრე ვარო და შიგნი ვიყავი პარლამენტის შიგნი ტერიტორიაზე ვიყავი და იქიდან თუ სადმე იქნებოდა ხანძარი უნდა ჩაგვექრო. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ შიგნიდან როცა ისინი წყლის ჭამს უშვებდნენ, ის მეხანძრები არ ჩანდნენ და არც მანქანები არ ჩანდნენ, ზევიდან ასხამდნენ ამ ჭამს. ისე დაიბნა ეს კაცი ჯერ ისედაც თქვა ტყუილი რამხელა, რომ თურმე ყოფილა პოლიციის მაიორი და მან თქვა, რომ მე ვარ მეხანძრე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ადვოკატები ძალიან კარგად მუშაობენ, იმიტომ რომ ეცნობიან საქმეს და მე რესვავენ კითხვებს, სადაც გამოიჭერენ ხოლმე ტყუილებში და ყველაზე ცუდი იცი რა არის, ხო, ეს რამეს რო შეეკითხები მოწმეს პროკურორს უყურებს, ის რას ეტყვის. აქეთ არ იყურება არავის. მოდის დარიგებულია. ხო, დარიგებული და მე უკვე იბნება ახლა, როცა ადამიანს დაუწე რაღაცა ტექსტს და დაავიწყდება ამასობაში. ძალიან ბევრ რამეში ერთადერთმა ილაპარაკა რაღაცა უფრო ის გასაგებენაზე. მაგრამ ერთი ტექსტი აქვს ყველას. არ ვიცით, არ დაგვინახია. დიახ, აი ქალბატონო არის, მოდი ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მე სხვებთანაც დამისვამს ეს შეკითხვა და ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს პოლიციელები, ეს ცრუმოწმეები, ჩვენ ვიცით, რასაც მათ დაავალებენ, იმას იტყვიან. ეს ვიცით. იმიტომ რომ არიან პროკურატურის ცრუმოწმეები. რა არის არსი იმის, რომ ისინი არ ადებენ კონკრეტულად ხელს ადამიანებს, რომლებიც ჯგუფურად სურს ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულს, რომ გაასამართლოს, ხო? მაგრამ აი თუ იმ პოლიციელს ეტყვიან, რომ აი თორნიკე გოშაძეს დაადე ხელი. ის დაადებს, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ სტრატეგია სხვა რაღაცაში მდგომარეობს, როგორც ჩანს. რატომ მიდის ამ გზით, რომ ვითომ ვერ ამოიცნო პოლიციელმა? ჩვენც ვფიქრობთ მაგას და გვეშინია მაგის, რომ როდისღაცა რომელიმე მართქვას, რომ აი თორნიკე ხო გრძელი თმებით და წვერით, აი ეს იყო ზუსტად რაღაცა გამოკვეთილად. არ ფიქრობთ, რომ არ აწყობთ ეგ პროკურატურაში, რომ კონკრეტულად დაადოს. იმიტომ რომ თუ კი კონკრეტულად დაადებს, შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს და ყველა ერთად ვერ გაასამართლოს. რა თქმა უნდა, და ცდებიან იმაში, რომ აი თორნიკეს ედავებიან თქვათ 1 დეკემბრისას. ესენი ყვებიან 28-ში, 29-ში, 30-ში. ვიღაცა ისრო და ქვისროლას ედავებიან თორნიკეს. ისროლა ვიღაცამ თქვა, ჩვენ გაჩერებული ვართ, იმიტომ რომ არ იყო თორნიკე 29-ში, 28-ში, 30-ში. მერე ვიღაცა მოვა იტყვის, რომ პიროტექნიკა მესროლა ვიღაცამ პიროტექნიკასაც არ ედავებიან და მე ახლა როგორც მშობელი ვფიქრობ, რომ აქაც არ ფიგურირებს ახლა თორნიკე. ყველა ადვოკატი ეკითხება, მოტრიალდი, ზვიად ცეცხლაძე, გეცნო, არავინ არ ეცნობათ, არ ამბობენ ამას. არ ვიცი ბოლოში იტყვიან, არ იტყვიან. აი მე ახლა ვერ მივხვდები მაგას. რა იქნება? ადვოკატები რას ფიქრობენ კიდე ეს სხვა არის. მათ უფრო იციან, ხო, ისინი მაინც ახლა იურისტები არიან და აი არავინ როგორ არ ამბობს იმას, რომ და ყველა იძახის, რომ ჩვენ როცა მივედით, იყო 7 აქცია და
მერე დაიწყო არეულობა. ეკითხებიან, რატო დაიწყო არეულობა, რამ გამოიწვია? მაგას ზოგს უნდა რომ არ თქვას და ზოგი ამბობს პირდაპირ რომ პრემიერ-მინისტრმა როცა განცხადება გააკეთა ევროკავშირთან დაკავშირებით, ამან გამოიწვია პროტესტი. დღეს ერთმა თქვა შეცდნენო პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეო, ვერ მიხვდნენო, რა თქვა მანო. ვითომ იმან ნამუსი გამოწმენდა. გამოდის რომ ამ ცრუ მოწმეებს ერთგვარი ახალი სამსახური აქვთ. ანუ ცრუ მოწმეები უნდა იყვნენ. ეს არის მათი სამსახური. ხანდახან გწმის ადამიანს იმდენ კითხვებს რო უსმევენ და ხედავთ რომ იბნევა რაღაც აი დღეს ადამიანურად შემეცოდა რომ ჩუმად ლაპარაკობთ გაუშვით რა გაუშვით უკვე საკმარისი იყო იმის ტყუილი. თავარი რა არის რაც უნდა რომ პროკურატურას რაც უნდა რომ მათ თქვან აი თავარი რისთვის არიან მოყვანილები მაინც. ხელს არადებენ ამ ბავშვებს და ოღონდ დღეს სამივე მთქვეს რომ ადანაშაულებთ ამათ აი აქ ვინც ზიანო კითხეს და თუ ესინი არიან პირადად ჩემთვის შეიძლება ამათიდან არცეც არ მოურტყია ეს თქვა მაგრამ თუ დამტკიცდაო რომ იქ ჯგუფური ძალადობა იყო რა თქმა უნდა ჩვენ თანახმა არიან მოიხადონ სასჯელი. რომ კოლექტიურად ხო მოიხადონ სასჯელი. უნდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას, რაც არ ეხება სასამართლო პროცესებს, ეს ეხება იმ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა და გარკვეული ნებათა ღელვა გამოიწვია. შეგიძლიათ გვითხრათ წერილი გამოგზავნილი ციხიდან, რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის თორნიკეც. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ამის გარშემო ამოიწურა თუ არა? საერთოდ ეს საკითხი ამოიწურა თუ არა? თუ კიდევ დგას რაღაცნაირად რაღაც დონეზე დღის წესრიგში? საერთოდ ვთქვით, რომ ამოიწუროს ეს საკითხი და შევეცადეთ, რომ ხალხს ვინც დარჩა ნაწყენი ამის გამო, საზოგადოება უпростоრად, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის ადამიანს, რომ არ გააგებინო იმ ხალხს, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა ბევრჯერ დაწერა წერილი, ინგა გრიგოლიამ გააჟღერა კიდეც სტუდიაში ის რაც თქვა თორნიკემ რომ ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც დგას მისი ოჯახის გვერდით. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იქ პარტიების მიხედვით განასხვავოს ვინმე, იმიტომ რომ თორნიკე პარტიული არასოდეს ყოფილა და არც იცის საერთოდ მგონი ისიც არ იცის ვინ რომელი პარტიის თავმჯდომარეა, იმიტომ რომ ეს არ აინტერესებდა. ის რუსთაველზე წავიდა სამშობლოს სიყვარულისთვის და მისთვის სულ ერთია ვინ დადგება ოღონდაც ხალხი იდგეს ქუჩაში და ებრძოლოს რუსულ რეჟიმს, ქართულ ოცნებას. ამიტომ წერილმა ჩემთვინაც გამოიწვია მე ძალიან გავბრაზდი პირადად იმიტომ რომ თორნიკემ დარეკა, სხვების არ ვიცი, დარეკა იმ დღეს და მე ვკითხე თორნიკე, ხელი მოაწერე, რას მოაწერე ხელიშვილო, იმიტომ რომ იქ იყო რაღაც ციტატა, რომელმაც ხალხი გაანაწყენა, საზოგადოება გაანაწყენა და შენ წაიკითხე. ასევე მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტში. ეს იყო წინადადება, რომელმაც გამოიწვია შემდეგ ეს რეაქცია. რა თქმა უნდა, მე მაშინ ვთქვი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკოსები ნახსენებია აქ ნაგულისხმებია მიხეილ სააკაშვილი და მე მithქვია და ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია და აი ამათმა უკან წაგვიყვანეს ისევე ამიტომ მიხეილ სააკაშვილს ყავს ამომრჩეველი თავისი ის არის პარტიის ლიდერი და ვისაც უნდა დაიჭერს სურათებს ხელში და ივლისს ჩვენ რა დადიან ისინიც აპროტესტებენ ჩვენთან ერთად რუსულ რეჟიმს რა თქმა უნდა. ხაბოდომაც აი 26 მაისი ეს წერილი 26 მაისს ეძღვნებოდა და შემდეგ იყო ეს გარკვეული შიგნით ეს დეტალები 26 მაისთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას რომ ეს ვერ მოახდენს ვერანაირი გავლენას ეს რაც ხდებოდა წერილის გარშემო. ვერ მოახდენს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საკმარისად ვთქვით ჩვენ და ხალხმა მიხვდა მე პოსტიც დავდე და იქ გამომეხმაურა ბევრი ხალხი, ბევრი ადამიანი და თორნიკემს რო ვკითხე მე მითხრა დედა იქ ძალიან პატარა ციტატა რომელიც მოვისმინეთ ჩვენ იქ სადღაც ვისხედითო ყველა ერთად რომ მოყანდათ სასამართლოზე იქ საკითხი იყო 26 მაისს ეხებოდა რომ ჩვენ საზოგადოებას მოუწოდებდით რომ დაგვიდგეს გვერდი. იქ რამე თუ ისეთი ეწერა რომ საზოგადოებას გაანაწყენებდა მე არ ვიციო თქვა და ყველა დავთანხმდით აი თუ გინდაც ის რა პატიმარი. ხო. კი ბატონო. დავთანხმდით ყველაო და
მე არ ვიცოდიო, მეც არ დავთანხმდებოდი თუ რამე. ეს რაღაც უსიამოვნო მომენტები 26 მაისზე ვერ ახდენს გავლენას და შეგვიძლია საკითხი ამოწურულადაც ჩავჩავო. უბრალოდ საწყენი იყო ირაკლი კობახიძეს როცა კითხვა დაუსვა იმედმა, რა თქმა უნდა, რომ იმან აღნიშნა, რომ კარგია პატიმრები ემიჯნებიან ნაციონალურ მოძრაობას. ხო, ის ცდილობს რომ ეს საკითხი გამოიყენოს. და ეს იყო ყველაფერი ტყუილი და ეს არ არის ასე. არავის არ ვემიჯნებით ჩვენ არც პატიმრები და არც ჩვენ ოჯახი. რას ელოდებით 26 მაისისგან? ეს არის თარიღი, სადაც დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. თუ ამას კიდევ რამე სხვა პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებთ. გულისხმობ იმას, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, იქნებ გამოვაცხადოთ რას და როგორ ვაპირებთ 26 მაისის შემდეგ და იცით ეს რა საკითხსაც ეხება, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. აი მაინტერესებს თქვენი აღქმით როგორი უნდა იყოს 26 მაისი? ძალიან ვფიქრობ, რომ საერთოდ 26 მაისი ყოველთვის იყო საქართველოსთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი, ხო? და საზეიმოო რო იტყვიან, იმიტომ რომ ასე იყო. ეხლა რა თქმა უნდა ველოდებით ამ დღეს მარტო ჩვენ კი არა პატიმრების ოჯახები და ვინც დავდივართ ამას აქ გამოვა მთელი საქართველო ალბათ ასე უნდა იყოს ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა არ აქვს ამას მნიშვნელობა იმის იქით ალბათ მე უფრო ვინც არიან ახლა ვინც გეგმავს ამ მარშებს ყველაფერს და ჩვენ მივყვევით მათ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი დღე იქნება და აი რადგანაც ვთქვით რომ 26 მაისიდან კიდევ უფრო დაიწყება აქციები, უფრო მოთხოვნები თქვა მან ნიკა მელიამ, რომ ვითომ უნდა რაღაცა გადაწყდეს. არ ვიცი, რას გადაწყვეტენ პოლიტიკოსები, ბევრჯერ გვითქვია ჩვენ, რომ არა, არ შეხვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში. დიახ, და ეს ამ წერილშიც ხაზგასმით არის ნათქვამი, აი სადავო თუ არ ვიცი როგორ თქვა, წერილში რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა მიიღონ პარტიებმა მონაწილეობა, ხო, ხომ არ მეშლება? კი ეს იყო ნათქვამი ამ წერილში, ანუ თვითმმართველობის არჩევნები არის სრულიად მიუღებელი თქვენთვის ამ ფორმით მასში მონაწილეობა. ჩვენ მე რასაც ვფიქრობ, ეს არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას ივაჭრონ ჩვენი შვილებით და პოლიტიკოსები არიან ხანდახან ვფიქრობ, რომ როგორც აჯობებს ჩვენთვის, ქვეყნისთვის როგორც აჯობებს, ისე გადადგან ნაბიჯი, ოღონდაც აქ აღარ უნდა იყოს ფიგურირებდეს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა რა და თუ კი შეძლებენ იმას, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება, მიიღონ ბატონო მონაწილეობა არჩევნებში, თუ კი დაამარცხებენ ქართულ ოცნებას.